როდესაც სახელმწიფო მავთულ ხლართებით ყოფს ტაძრებსა და საფლავებს, ატყუებს და კლავს მორწმუნეებს საკუთარ მიწაზე, კირით ათეთრებს სხვა ქრისტიანული ერის უნიკალურ ფრესკებს და რელიგიას მხოლოდ პოლიტიკური იარაღად იყენებს, ისმის მთავარი კითხვაა. არის კი ეს ქვეყანა ქრისტიანობის დამცველი, თუ ის უბრალოდ ქრისტეს სახელით შენიღბული ანტიქრისტიანული იმპერიაა, რომელსაც სხვების დათრგუნვა და სულიერი განადგურება სწურია. საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს მომავალი დღეს მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ არჩევანთან, რომელსაც ქვეყანა უახლოეს პერიოდში გააკეთებს. მომავალ პატრიარქს მართებს განსაკუთრებული სიფხიზლე, რათა ერი არ დატოვოს რუსული ერთმორწმუნეობის ყალბი მითის რომელიც რეალურად ქრისტიანობის სახელით შენიღბული ანტიქრისტიანული იმპერიალიზმია. რუსული პროპაგანდა ხშირად ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს ტრადიციული ღირებულებების დამცველად, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს. რუსეთი როგორც სახელმწიფო ვერ გადარჩება, რადგან ის შიგნიდან იხრწნება. ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ისეთი კატასტროფული მაჩვენებლებით, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, რაც ანადგურებს ერის გენოფონდს. შიდსისა და C ჰეპატიტის ეპიდემია, სადაც რუსეთი მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. პედოფილია და გარყვნილი ურთიერთობები, კრიმინალური საშინელი ისტორიები და სტატისტიკა აჩვენებს მორალურ დეგრადაციას, რაც შეუთავსებელია ქრისტიანული ცხოვრების წესთან. ქვეყანა, სადაც აბორტების რაოდენობა კატასტროფულია და სადაც ოჯახის ინსტიტუტი ფაქტობრივად მოშლილია, ვერ იქნება ქრისტიანული სამყაროს ლიდერი. ეს არის კავშირი, რომელსაც არაფერი მოაქვს, გარდა სულიერი და ფიზიკური გადაშენებისა. ბევრს ავიწყდება, რომ სწორედ ბოლშევიკური რუსეთი იყო პიონერი გარყვნილების დაკანონებაში. საბჭოთა კავშირის საწყის ეტაპზე 1920-იან წლებში რუსეთში მოქმედებდა თავისუფალი სიყვარულის პრინციპი. დაკანონებული იყო აბორტები და ჰომოსექსუალიზმი, სანამ სტალინმა ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტროლისთვის არ აკრძალა. დღევანდელი რუსული კონსერვატიზმი მხოლოდ საბჭოთა რეპრესიული მეთოდების გაგრძელებაა და არა ნამდვილი რწმენა. დასავლეთი არ არის ერთგვაროვანი და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ლიბერალური დღის წესრიგით. ევროპაში არსებობს მძლავრი ქრისტიანული და კონსერვატიული ხალხი, რომელიც იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არ არის დაკანონებული ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში. ეს სახელმწიფოები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია იყო ევროპული ოჯახის წევრი, ჰქონდეს დაცული ეკონომიკა და ამავდროულად მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ ოჯახურ ფასეულობებს. საქართველოს მომავალი სწორედ ამ კონსერვატიულ ქრისტიანულ დასავლეთთან კავშირშია, სადაც პატივსცემენ ეროვნულ იდენტობას. რუსეთის დაისი გარდაუვალია, რადგან ის სიცრუეზეა დაფუძნებული. საქართველოს გადარჩენა კი სიმართლეში, საკუთარ ფესვებსა და იმ ცივილიზაციურ არჩევანშია, რომელიც თავისუფლებასა და რწმენას ერთმანეთს არ უპირისპირებს. კრიტიკა და ლანძღვა ყოველთვის ადვილია, მაგრამ ფაქტებს სად გაექცევი? მავთულ ხლართია. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და მაშინ გამოჩნდება, ვინ ზრუნავდა მართლა ქვეყანაზე და ვის მხოლოდ ლამაზი ზღაპრების ჯეროდა. ვალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.